გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა. ჩვენ ისეთ გადარბენებზე ვართ, გადარბენებზე აჩერების საშუალება არ აქვს. აი ესე გადარბენებზე ვართ. შეკვეთაზე ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. მაგრამ საწუწუნო ნამდვილად არ აქვს. იქიდან გამომდინარე დრო არ აქვს. ბევრ ადგილებში ვერ ჩერდებით და ისეთ საინტერესო ადგილებსაც ვერ ვნახულობ, თუმცა შეძლებთ და გვარად მაინც და მოვახერხოთ არა. ვამთავრებთ არიზონის შტატს, შევართ ნიუ-მექსიკოში და მერე შევარდებით ტექსასში. კერძოდ ელ-პასოსკენ. მივუყვებით 10-იან გზას, რანდუშის ბაღებია ნახეთში. მასშტაბები ნახეთ მეგობრებო, მაჯული. მარცხნია. ეს კაი მაგარი ბიზნესია რა, მაგრამ ეგ არის რომ პირველ ნაპოლს როგორც ვიცი 7-8 წლის შემდეგ ეყო, მაგრამ ეს უმუშაობს. გავაგრძელოთ, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ასე სასაზღვრო ზონას, ეს 10-იანი მიუყვება, აი იქიდან მთელი უკვე მექსიკა. ფაქტობრივად ეხლა ჩვენ არიზონა, ნიუ-მექსიკო, ტექსასი უნდა გავიაროთ მთელი. მიუყვებით მთელი მექსიკა და პარალელურად მიუყვებით მექსიკის საზღვარს. ეხლა წეღანას თქვი ელ-პასო. ეს ნამდვილად ორიგინალური და საინტერესო ქალაქია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ამ ქალაქის შესახებ გადაღებული. ნუ მოკლედ გეტყვით ინფორმაცია, ეს არის ქალაქი, რომელიც შუაზეა გაყოფილი. მარცხენა მხარე, ეხლა ჩვენ სადაც ვიდევართ, მარცხენა მხარე ეკუთვნის ამერიკას, მარჯვენა მექსიკას. და სახელიც ადრე თუ იყო ელ-პასო, მერე ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ, უბრალოდ ბოდიში მექსიკა ამერიკის ეს იყო 1855 წელს. ზღვარიკა ომი დამთავრდა და ზღვარიკა ესე გაატარეს საზღვარი და ქალაქი გაყრეს ორ ნაწილად. და ჩვენც ახლა მოგვიწევს გავლა შუაში, მარცხნივ იქნება ამერიკა თავისი ლამაზი კოხთა სახლები და მოწესრიგებული შენობებით და მარჯვენა მხარეს იქნება ხუარესი. დიდი 4 მილიონიანი ქალაქი, პატარა მიწურებით და აჯღა-ფუჟღა სახლები. ეს ქალაქი ყოველთვის იზიდავდა კრიმინალებს ისტორიულად 19 საუკუნის გამოიქცეოდნენ იქით ამერიკაში რაღაცას რომ დააშავებდა, აქ იმალებოდნენ და მე-20 საუკუნის ბოლო წლებში ცნობილი გახდა ეს ქალაქი როგორც ერთ-ერთი ნარკოტიკები გადმოქონდა, დღესაც გადმოაქვთ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ამ თემაზე არ ილაპარაკონ. აი თქვენ რო შეხვიდეთ ახლა ამერიკულ საიტებზე ელ-პასოს აქებენ საუნივერსიტეტო ქალაქი, ეწოდების განვითარების და მომავლის ქალაქი, მას სინამდვილეში ამ ლაპარაკების უკან მაინც ეს ნარკოტიკები და ნარკობიზნესი ბიზნესის ამბები ტრიალებს და სამწუხაროდ კი არა, ნამდვილად არ სიამოვნებთ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან, იყო ძალიან დიდი ფული ტრიალებს და მოგეხსენებათ ახლა მარჯვენა მხარეს სან-ხუარეში თუ 100 გრამი ჰეროინი როგორ ვთქვა, ჰეროინს იყიდი $100-ად, გადმოიტანა ამერიკაში და იგივე 100 გრამ ჰეროინს გაყიდი ჩააბარებდა ნარკოდილერებზე $200-ად. მერე ამ ნარკოდილერებს მოაქვთ ეს $200-ად დაყიდი ჰეროინი და ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში და იქ დიდ ქალაქებში ეს 2000 ხდება $10,000 და წარმოიდგინეთ ამხელა განსხვავება, ამხელა მოგება, დიდი ფული ტრიალებს სტუმრება, ამხელა ესე იგი $200-დან $10,000 ამხელა მოგება, ხო ამხელა განსხვავება და სამწუხაროდ ეს სადაც დიდი ფული ტრიალებს ეს ადამიანს სადაც ვერცხლის მოყარეობის სიყვარულს ვერ გააჩერებ და იდის მაგარი დაგადაგა, ღამე არის სროლები, ეს ნარკოკარტელები, კარტელები მოგეხსენებათ ასე ჯგუფებს ეძახიან. ზოგს დიდი პარტიები გადმოაქვს, ზოგს პატარა, ძალიან თვითონ პიროვნებებსაც გადმოაქვს, მაგალითად გადაყლაპავს ადამიანი და 2-3 საათის განმავლობაში გადმოვა საზღვარზე, ელ-პასოს საზღვარზე, მერე იქიდან ამოიღებს ასე ვთქვათ კუკიდან და აი ყველანაირი მეთოდები არავის ასწაულია. ეხლა ამ თემაზე არ მინდა საუბარი, ამას ცოტა სხვა მომზადება უნდა.
მაგრამ ჩემ ძველ ვიდეოებში ამაზე გვისაუბრია. თუმცა ყველანაირად ცდილობენ ეს მოვლენა გააჩერონ, წეღანას კი გავმეორდები, მაგრამ ჯარები, პოლიციელები მუშაობენ, მაგრამ არ გამოსდით. თუმცა მეორე მხრივ ფიქრობენ, რომ კულტურით და ხელოვნებას უნდა რომ ხელოვნება უნივერსიტეტები, სკოლები ანვითარებენ და ესეთი კულტურული მიმართულებით უნდათ რომ რაღაცა ჩაახშნეს ნარკოტიკებზე გამდიდრებული, ახორენ ადამიანი რომ გამდიდრებას ოცნებობენ, ხო და აი ადამიანები ამ ნარკოტიკებზე ოცნებენ, რომ ნარკოტიკებზე უნდა ფულის გაკეთება და ფიქრობენ რომ აი კულტურული და ხელოვნებით საერთოდ სულიერ და ღირსეულ თემებზე ლაპარაკით რაღაცნაირად დაავიწყონ ეს საქმიანობა, მაგრამ სამწუხაროდ ხან გამოვდეთ, ხან არ გამოვდეთ, მაგრამ საერთოდ ჯამში ისე რა არ გამოვდეთ რა. ეხლა ზოგიერთ მაყურებელს გაუკვირდება, რატო ჯერ ქალაქში არ ვისუხარ და გვიყვები აქ რაღაცეებსო. მე სპეციალურად დავიწყე ადრე ლაპარაკი, იმიტომ რომ 240 მაილი მაქვს დარჩენილი იმ ელპასომდე რომ მივიდე. ეხლა არის ადგილობრივი დროით 6 საათი, ალბათ რაღაც 3 საათი მომიწევს სიარული და რომ მოსაღამოვდება, ჩვენ მოხდებით ელპასოში. ეხლა უბრალოდ რა იცი დრო მითავდება და ზუსტად ელპასოს მიდამოებში მოგვიწევს გაჩერება. აი იქ ცოტა არ ვიცი სად გავჩერდები, როგორ გავჩერდები რა სიტუაციაში და წინასწარ მინდოდა რომ აი ესეთი პატარა შესავალი გამეკეთებინა ამ ქალაქის შესახებ და რავი თუ გავჩერდით და ეგ საინტერესო ადგილებში მოხდით, ხო მაგარი იქნება თუ არა და ცოტა პატარა ნალაპარაკები მაინც დამჩება. არა მეგობრებო. სანამ ელპასოში შევალ, ერთი პატარა თემა მინდა განვიხილო მეგობრებო, ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი კომენტარების სახით მიკავშირდება და მეუბნება რომ არის ხმა, შენი ლაპარაკი უფრო დაბალია ვიდრე ძრავის. რაღაცა მოახერხეო. ჩვენ ადრე მგონი ერთი წელიწადი 2 წლის წინ ასეთი გამოკითხვა გავაკეთეთ, როგორ გიჩვენიათ ასეთი ხმით უხმოთო და გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა რომ ჯობია ხმით იყოსო და იმიტომ რომ უფრო ბუნებრივი და ნატურალურიაო. რაღაცა ეს იმას ნიშნავს, ალბათ სპეციალური მიკროფონი უნდა გქონდეს, რაღაცა ჩამწერი საშუალება. მაგრამ ამ ჩამწერ საშუალება და მიკროფონს უნდა გქონდეს გაკეთებული და მომზადებული იყო ან წინასწარ მომამზადო. და ვინაიდან მე გურათიად გეთხრათ, მეც არ მაწყობს, ახლა წინასწარ ჩვენ ხო არ ვიღებთ ამას, ყველაფერს ვიღებთ უცბად რაღაცა ვარიანტი ჩავარ და დავიკავე ტელეფონი ხელში და ვიღებ. აი ეს არის ჩვენი გადაღების სტილი, იმიტომ ვამბობ ხოლმე მე რომ ნატურაში და ბუნებრივად. მე წინასწარ არასდროს არ ვიცი რამა გადასაღები, შეიძლება რაღაცა თავში უცბად მომივიდეს აზრად, მაგრამ წინასწარ არ ვემზადებ. როგორც ახლა კინოებს რო იღებენ და დოკუმენტურ ფილმებს რეჟისორი წინასწარ აკეთებს, ხო? თავისი გეგმები აქვს და თავისი ტექნიკას ამზადებს, ჩაწერის საშუალებას ამზადებს და ასე შემდეგ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ არა ვართ ახლა კინო რეჟისორები, აქედან გამომდინარე ალბათ ეს ასეთი ფორმა მე უფრო მაწყობს კი არა, უფრო მოხერხებულია ჩემთვის, იმიტომ რომ აი უცბად აღარ დიდი ხარ და რაღაცა საინტერესო რაღაცა მოხდა ხო შეყო უცბად უნდა ამოიღო ეს ტელეფონი და დაიწყო გადაღება. ეხლა ხან მიკროფონი ახლა წინასწარ მომზადებული და ვერძე უნდა გქონდეს დადებული ეს მიკროფონი და ან შეერთებ ან არ შეერთებ და მთელი რიარია და აქედან გამომდინარე გურათიად გითხრათ მეგობრებო, მე ასე უფრო მიჩვენია მოხერხებულიც არის. თავისთავად ახლა რას იზავ, ხმა ნამდვილად არის, მაგრამ ჩემიც გაიგეთ, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ შეიძლება ცოტა ხმა აუწიოთ და თუმცა ერთმა ორმა გამომწერმა, გაბრაზებულმა და განაწყენებულმა იმის გამო, რომ მე მათი ასე ვთქვათ კომფორტი არ შეუქმნი, დემონსტრაციულად დატოვა ჩვენი არხი.
ერთმა ქალბატონმა პირდაპირ მითხრა, ეხლა შენ თუ ჩვენ იმაზე არ ზრუნავ და შენ თუ გინდაო ხალხმა გაიგოსო, მე იმდენი ენერგია და ის არ მაქვს, რომ შენ ასეთ ბავშვი გისმინო. ნუ რასაც თავისუფალი არჩევანია, მე თავისუფალი ხალხი ვართ და ჩვენი არსი და მოქმედება თავისუფალ ნებაზეა დამყარებული. ნუ მე ჩემი თქვი და ჩემი სიტუაცია ავხსენე. მე კი არ ვამტკიცებ და ვინმე ჯინაზე კი არ მოქმედებ ასე. იმიტომაც ვამბობ ხოლმე ხშირად, ნატურაში და ბუნებრივად. აი ესეთი სიტუაცია, ამიტომ მეგობრებო, მომიტევეთ აი ესეთი სიტუაცია იქნება, როგორც ვიღებთ აი ესე განვაგრძობ ჩვენ გადაღებას. თავარი საინტერესო და შემეცნებითი მომენტები ჩაგვივარდეს ხშირად. ცხოვრება საინტერესოა, აქედან გამომდინარე გებიც აიხლა როგორც ძებია დაანჯერებული საინტერესო აი ხო ზოგჯერ ხوارი ხოლმე რომ გონიათ რომ ამერიკა იდეალურია, სასწაულია და უცბად ისეთ გზაზე გადაევლე 100 წელი ვერ იფიქრებ, მაგრამ შენ ხო არ იცი სად შეხვდება, როგორ შეხვდება და უცბად თუ დააძრი ასე ჟარგონით ვიტყვი ამ ტელეფონს და გადაიღებ ხო კარგი თუ არა და ასე ახლა რომ ჯარჯახოს ხო მანქანა ამით დაიმტო ახლა როგორ მოიწება ჯორჯი რას იზარ ჯორჯი კაი მანქანა ყავდა ნუ წვალოს მაგრამ რა ვქნათ ასე აი ნიუ-მეხიკოში შემოვედით თან ჩვენ უყურებთ აი ახლა ჩავრთე ხო აი ახლა მივიდივართ ელ-პასოში რაღაცნაირი როგორ ვიღებ ავიღე და ვიღებ არც ვიცი რა გველოდება როგორ გველოდება და ფაქტია ჩვენი გადაღებული ვიდეო რგოლები ძირითადად აი ესე სპონტანურად ხდება თუ გაგვიმართა ხო მაგარია და წინასწარ რომ ვიცოდე მე რომ იქ ვიღაცა რადიაგა შემხდება ვიღაცა მკვლელი შემხდება ვიღაცა უცნაური საინტერესო პიროვნება შემხდება მე ხო არ ვიცი აი ხა იმ დღეს ის ლარი ბრუმი რო შემხდა მაგენ რომ ცოდნა ხო უფრო სხვანაირად მოემზადებოდი მე მისი სიმღერების ის რეპერის სიმღერებს გავეცანი და საკმაოდ ცნობილი პიროვნება ყოფილა ეხლა მე შო ტარში შემთხვევით შემხდა ხო და უცბად რომ ცოდოდა ეხლა ეს გვარი და სახელი ხო უფრო სხვანაირად სიუჟეტს მომამზადებდი რაღაცა თემა შევცვლიდი და როგორც თქვა ასე ჟურნალისტური დოკუმენტალისტური ხელოვნებას ვაჩვენებდი ეხლა სიტყვაზე ვამბობ მე აზე პირდაპირ გუშუგლეხურად გადაუღე და ნატურალურად რაც გამოვიდა ის გამოვიდა ასეა აქაც აქედან გამომდინარე მეგობრებო ბოდიშით მაგრამ ასეა ყველაფერს ვიღებ ნატურაში ბუნებაში და ჩემებურად ავხსენი რატო ვიღებ ასე და ნუ სამწუხაროდ ხმა არის ახლა მოტორი ძრავა რომ მუშაობს იხმაურებს აბა არ იხმაურებს არა ჯორჯ კარგით გავაგზავნოთ ჩვენი გზა და ისე და ისე იმედად შეიძლება საინტერესო რაღაცა წავაწყდეთ ელ-პასოს მიდამოებში აბა სად გავჩერდებით ნახოთ ეხლა გავილით ეხლა ამდენი დარჩენით 180 მილი და იმედია სიბნელეში არ შევართ ელ-პასოში ძალიან მინდა რომ აი ეს დაჭრანული ასე ვთქვათ სახლები, უგროჩოგლო სახლები და როგორ არის შერწყმული მექსიკური ყოფითი ცხოვრება აქეთ ამერიკულ თანამედროვე შენობებთან. ნუ რაც გამოვა გავმო. ნახოთ. ვი გამახსენდა ეს ლარი ბრუმზელი ცნობილი მომღერალია მეთქი და პოპულარული და აქედან კომენტარებში პოპულარული და ცნობილი თუ არისო რატო მუშაობსო ტაქსზეო რა და თქვენ თუ გახსოვთ იმანაც თქვა მე ზოგჯერ მუშაობ ფული მჭირდებაო და აი ამერიკა მაგით არის მაგარი რა ეს უყურებენ რაციონალურად ეხა ჩვენ და როგორ არის არ ვიცი შეიძლება მე ვცდები მაგრამ ქართულ მენტალიტეტში როგორ არის თუ შენ თუ ხარ ცნობილი სახელოვანი შენ უნდა გემსახურებოდეს მანქანა, შენ უნდა გყავდეს იქ პოლიტიკოსებს დაცვა,
შიკარში და უნდა ცხოვრობდეს რაღაც სასწაულად შექმნილია რაღაცა წრე ხო რაღაცა ცნობილი ადამიანი თუ არის ესე იგი რაღაცა განსხვავებულია ამერიკაში ასე არ არის აი გახსოვთ აი სამწუხაროდ ტვიტერ ტაგზე რომ მუშაობდი მაშინ ვიდეოებს არ ვიღებდი და რამდენი ცნობილი ადამიანები ჩამიჯდა მანჰეტენში ტვიტერ ტაგში დიდარი მილიონერები რამდენიმე სახეობები ჩამიჯდა რომელსაც მილიონები უდევთ ანგარიშზე მაგრამ მეტროთი დადიან უბრალოდ ავტობუსით დადიან იმ მომენტში ამასია საჭირო ან ბოლოს და ბოლოს ისინი ყოველთვის მზად არიან რომ თქვა რაღაც წვერვაზე თუ არიან იქნება ისეთი მომენტი შეიძლება წვერვიდან ჩამოვარდეს და ჩვეულებრივად განაგრძოს ცხოვრება ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენთან ადამიანი მიაღწევს რაღაც უმაღლეს წვერვალებს განსაკუთრებით თანამდებობები რო აქვს მიაღწევს უცბად მოხსნია ჩამოვარდება და დაენარცხება მიწას და გავადრო და 3-4 თვის შემდეგ ის ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ იტანს იმ დაცემას, დამდგება წვერვას მიაღწია ადამიანმა, ადამიანი პატივცემენ იქ ხოხტებით რა, მანქანა ემსახურება, ის ემსახურება და ერთ დღესაც ეს ყველაფერი ეკარგება და ეშვება მიწაზე. და აი მიწაზე დანარცხება მისთვის არის ძალიან ძნელი. აი ამერიკა ამ ხრივ ეს ქვეყანა მაგრივ მაგარია. აი შეიძლება იყო მილიონერი, შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ თუ რაღაცა წარუმატებლობა შეგემთხვა, რაღაცა დაგემართა, იწყებ ნულიდან და არაფერი ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის აი ინგლისიც ეხლა შეიძლება თქვა რომ ნუ ამერიკას ეს ახასიათებს, იმიტომ რომ ამერიკაში ნულიდან იწყებ ყველაფერს. აი მაგრამ აი ხა ინგლისში თქვი ხო წეღან ინგლისში არიან არისტოკრატები აი თამომავლობით რომ მოსდევთ საუკუნეები და მოსდევთ სიმდიდრე წარმატება რაღაც თანამდებობები აქვს რომ ისინი აქვს ისა და მე უცბად რომ განადგურდება სიტყვაზე ხო ცხოვრებისეული მომენტებიდან იქაც ძალიან ძიმედ იტანენ დაცემას აი ინგლისი დიდი ბრიტანეთი აი ესეთი ქვეყნები მაგრამ ამერიკა მაგრივ მაგარია რავი ხარ პატივიცემაში მაგრამ ერთ დღესაც შენიცი რომ დაეცემი მიწაზე და ჩამაჩვეულებრივად ღებულობენ, იმიტომ რომ აქ ნულიდან იწყებ ყველაფერს და იქითკენ უფრო აი დიდი ბრიტანეთი და აი მაგალითად გეტყვით ახლა აი ადრე როგორ იყო ხო აი ძველი ხალხი ჩვენთან საბჭოთა კავშირში ახლა თქვა მასწავლებლები არიან ოჯახი, ექიმები არიან ოჯახი და მთელი მამა, დედა, ბაბუა, ბებია, ყველანი თქვა ექიმები არიან ან თქვა მასწავლებლები არიან და მერე შვილი არ როიზდება ახალგაზრდა თაობა და იმას არც ექიმობა უნდა, არც მასწავლებლობა ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს მიმტანად, ან ტაქსისტად, ან ჩვეულებრივად რაღაცა როგორ ძიმედ ღებულობენ ჩვენთან. აი არ არის მასე? მე ჩემ არ დავკონკრეტები, მაგრამ ძალიან ხშირად მინახია რომ რა უღირს ახლა ასეთი ოჯახი შვილს რომ მუშაობს თქვა ტაქსისტად, მუშაობს ორგან მუშაობს მიმტანად. რა არის ამაში კი გეტყვიან რომ საძახისი აქ არაფერი არ არის, მაგრამ შიგნით მაინც არ მოსწონთ. მაგრამ ეხლა შენ ახლა იმ ახალგაზრდას კითხე, იმ ახალგაზრდას იქნებ თვითონ უნდა აწყოს თავისი ცხოვრება და კი ამაყოს თავისი წინაპრები, თავისი იმით, მაგრამ ამას თავისი ცხოვრება აქვს და რატოა ახლა აქ საძახისი და სასიცხვილო ჩვენი აზრით და ჩემნაირი ადამიანები ამას საძახისად არ თვლიან, მაგრამ მოდი ახლა გულში ჩავიხედოთ ჩვენ წინაპრებს და ჩვენ ბაბუა ბებიას და ვკითხოთ ახლა რომ აი თქვათ ბაბუა მთელი ცხოვრება ექიმია, პატივცემული მასწავლებელი და მისი შვილიშვილი რაღაც ჩვეულებრივ უბრალოდ სამსახურში მუშაობს. გაწუნებული ვარ მის სახეს რომ შეხედოთ, თქვენც მივხვდებით როგორი სახე ექნება იმ წინაპარს, რომლის შვილიშვილიც რაღაც უბრალოდ სამსახურში მუშაობს. ხო და რატო თქვი ეს, რატო დავიწყე ეს ლაპარაკი, რომ ამერიკაში ეს არ არის. და ის ლარი ბრუმიც იმიტომაც მუშაობდა ეხლა და შეიძლება რაღაცის დაწერა ეს სიმღერა, დაწერა რაღაც ეს ალბომი და ვერ გაყიდა ხო? რაღაცა პრობლემები შეექმნა და რატო უნდა წავიდეს და ეხლა იმათხოვს. ცალკე პარალელურად აგერ აქვს საშუალება და დაიწყო მანქანაზე ტაქსაობს. ამ ტაქსაობაში კიდევ შეხვდა უფრო ვის შეხვდებოდა? რა თქმა უნდა მე რა თქმა უნდა ხუმრობ. ამ ხრივ ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანაა.
აქ არავის არ ეშინია დაცემეს. აი 0-დან შეგვიძლია დაიწყო ნებისმიერ დროს და რამდენჯერმე აი ზოგი წარმატებული, აი ყველა წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიას რო გადახედო, რომლებიც ძალიან ხშირად ძალიან მაღალ დონეზე ასულა, მაგრამ დანარცხებულ არ მიწაზე თითქოს უნდა განადგურდეს, მაგრამ 0-დან დაუწყია ცხოვრება. არა ერთხელ და არა ორჯერ, რამდენჯერმე. ამიტომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი მადლობა. არა მარტო ამ ქვეყანას, ამას ზოგადად ცხოვრებაში ვიცახი, რომ სადაც არ უნდა იყო ამერიკაში ხარ, საქართველოში ხარ თუ იაპონიაში, ეს დაცემის არ უნდა გეშინოდეს და საქმის 0-დან დაწყების. PlayStation-ი ღია. მოდი ახლა გავსიჯოთ ეს PlayStation-ი. New Mexico-ს PlayStation-ი ცოტა აჩმახებს ხოლმე და გავიაროთ. ჩვენ ამბებში დავბრუნდეთ, არა? ჩვენ ძღოლურ ამბებში. ერთი და რიგში პრობლემა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ძინეები არა ვართ. არა აქვთ ახლა ახან მოითხოვეს რომ შუა შევიდეთ. რა ვიცი ამ შატდაუნის შემდეგ კი შედიან ეს აქია ძოლები, მაგრამ აი ესე რომ ხელფასებს არ იღებენ ესენი და მაინც თქო შეჩოვლები არიან ტექნიკიდან გამომდინარე, მაინც წვანე მოხდეს. აგვატარის წითელი არაინთო შემოხედეს აი ესე PlayStation-ებზე შედიხარ და არ გამოწმევენ რა. ზის იქიდან და გიყურებენ. რა ვიცი ახლა რაც უკვე მე რამდენობა თითქმის ერთი კვირაა დავდივარ და ასად არ გაუჩერებია. თუმცა შესვლით შევდივარ. დავუბრუნდეთ ჩვენ ამბებში არა. რას ვაბომბით? უნდა ვიყოთ უბრალოები, ხო? თვითონ უფალი, სად დაიბადა, ბოსელში დაიბადა, ბოსელში და ეკითხებოდნენ ხოლმე რომ რატო დადიხარ მე რომ ქადაგებდა და ეს ფარისევლები და დამსახურებული ხალხი ეკითხებოდნენ ქრისტეს, რატო დადიხარ ან უბრალო ხალხში რა გინდა იმ უბრალო ხალხთან? გახსოვთ ბიბლიაში. და უფალი რას პასუხობს ქრისტეს? მე ბრალიანი და უბრალოინე არ ვიციო, მე ვიციო ადამიანები რომლებიცო ამას უნდა წაყნენ. ჩვენც აი როგორ გითხრათ ახლა აი ეს ქვეყანა არა ცოტა ამ ქვეყანას გადავიკიდებ აქ ჩას უბრალოდ თორე ყველგან უნდა ვიყოთ უბრალოები, იმიტომ რომ არ უნდა გვეშინოდეს დაცემის. დაეცემი ადგები წახვა, დაეცემი და ადგები წახვა. ამ პატავნება და პატიმოყვარეობა ყველას დიდი ცოდვაა, ხო, სამყაროში. ფაქტობრივად ყველა ცოდვები მოდის პატიმოყვარეობიდან და ჩვენ ეს პატიმოყვარეობა ჩვენში უნდა ჩავკლათ. ქრისტე მაგას გვასწავლის. თუმცა არასწორად ვამბობ რა, ჩაკლა არ არის. ყველაში არის, უბრალოდ გასახანი არ უნდა მივცეთ. პატიმოყვარეობა რა თქმა უნდა შენი ფასი და შენი ღირებულება უნდა იცოდე, მაგრამ არ უნდა აწიო წვი და ეს იმიტომ ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ჩაკლა არასწორად ატყვი. არ უნდა გასახანი არ უნდა მივცეთ. როგორც ყველა ძნობებს და ყველა გზნობა კარგია, ხა სიყვარულს რა ჯობია, მაგრამ სიყვარული გადადის ნებაში, უკვე ცოდვაში გადადის, ხო? აი გემრიელ ჭამას რა ჯობია, მაგრამ როცა უკვე ხორმუცელებაში გადადიხარ, უკვე ესეც ნებაში გადადიხარ. ну საერთო ჯამში ყველაფერი ზომიერებაში გვინდა. ზომიერებაში უნდა მოქმედებდა და ზომიერებით უნდა აკეთებდეთ ყველა საქმეს. ნახეთ მეგობრებო, ეხლაც ხო
ელ-პასოთი დავიწყე. ჩვენ გადაღებაზე დავიწყე და გადავედი პატიმოყვარეობაზე და ფიქრებზე. აი, როგორ არასპონტანურად და უბრალოდ სპონტანურად და არათანმიმდევრულად ხდება ჩვენი ვიდეოების გადაღება. როგორ დავიწყე ელ-პასოზე და მინდოდა ელ-პასოზე ამეწყო, ხო, ეს მთელი ვიდეო სიუჟეტი და ამასობაში უყეთ თითქმის 15-20 სტუდიო ლაპარაკო და სულ სხვა თემებზე ლაპარაკო და ვიდეო შეივსო. აი, იმიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ ეხლა მძღოლი რო ხარ და ჩემ ფაქტურად ჩემ ფიქრებს გიზიარებ და იმიტომ აი მრავალფეროვნება და აქედან გამომდინარე ალბათ ძრავასაც ყურადღებას არ მივახცევთ, არა მეგობრებო. ჩვენ სტილში ვაგზელებთ. ყველაფერი ბუნებრივად, რაც ფიქრები მოგდის, რა თქმა უნდა, ამას გიზიარეთ. არა და ფიქრები ბევრი მოდის, იმიტომ რომ სიმსეებში რო დარდიხართ, ამალებში წარმოედგინეთ და ხარ. მაგრამ მოდი ვისარგებლებ ამ მომენტიდან ისე და ისე მეგობრებო. ჩვენი სტილიდან გამომდინარე, ზოგი იტყვის რომ ვერთობი და დრო გამყავს. ნუ რაღაც ესეც არის, მაგრამ უფრო მაინც ჩვენი საუბრები და ლაპარაკი რაღაც ერთმანეთის გაზიარებაში და ერთმანეთის გვერდზე დგომაშია, ასე ვთქვათ. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენი არხი მაგას ემსახურება. მეც თავისთავად გიზიარებ და აქედან გამომდინარე თქვენ რო არ მყავდეთ, წარმოედგინეთ როგორ ამიჭირდებოდა ასე მარტოდ ყოფნა ამ ტრამალებში და ამ სიარული. მადლობა ყველას მეგობრებო, მადლობა და მაგრამ ალბათ ვიდეო შევწყვიტათ, არა უკვე ძალიან დიდი ვიდეო გამოგივიდა და ფაქტურად ახლა უყურებ და ვერა თუ ელ-პასოდე რამდენია დარჩენილი ნახოთ, აბა აკრუზე 105 მაილი და მე მოდის ელ-პასო 150. არა, ვერ მოვასწრებ. თუმცა სათქმელი მაინც თქვით ხო, სპონტანურად რაღაცნაირად და ჩვენი სათქმელი რა არის? რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენი სათქმელი ის არის რომ ერთმანეთს გვერდზე დაუდგეთ, ერთმანეთს რაღაცაში ფიქრები გაუზიაროთ და რაღაცა დადებითად დავიმუხტოთ, არა? აქტიურად ჩვენი საუბრებიც მაგას ემსახურება. ამერიკაში იქნები, მექსიკის საზღვარზე, ელ-პასოში, საქართველოში, ევროპაში. დედამიწის ნებისმიერ ადგილას. კარგით, აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. აზრი არა აქ ეხლა თუ რაღაცა საინტერესო გამოჩნდა და თუ საინტერესო შეხვდა, ტელეფონი ხელში გვაქვს და გადავიღებ და გადავიღებ. მე კიდევ გისურვებ თქვენ ბედნიერებას, სიხარულს, სიწყნარეს და ერთმანეთს უსურვოთ, ერთმანეთში დგომა, ერთმანეთის დახმარება და ყველაფერი კარგი.